ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი, რასაც ქვია ქართული ოცნება და კორუფცია, ან ქართული ოცნება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არ ვიცით თქვენ როგორ დაასათაურებდით ეს. თქვენ გითხარით, მე კი გეტყვით, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, ისე როგორც ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჯულაძის ცოლის ძმას. მარტივად გითხავთ, რა პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს და რა გონიათ ამ ყველაფრის მიზეზიც და მიზანიც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა თუ შიდა კლანური დაპირისპირება, რას ხედავთ პირადად თქვენს? მოგესალმებით თქვენს მაყურებლებს. ხო, ამ პროცესს დავახასიათებდი როგორც ქართულ ოცნებაში მიმდინარე ღრმა კრიზისს და შიდა კლანურ დაპირისპირებას. ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ ამ წუთას ქართულ ოცნებაში მიმდინარეობს წმენდა, მასობრივი წმენდა, იმ ძველი კლანების და იმ ძველი გავლენის ჯგუფების, რომელიც ქართულ ოცნებაში უკვე წლების განმავლობაში არსებობდა, დაწყებული გომელაურიდან გაგრძელებული ლილუაშვილით, მათ შორის კალაძესთან მიმართებაში საარსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, ვიცით რა მოხდა რიჟვაძესთან მიმართებაში და ასე შემდეგ. ეს არის მასობრივი შიდა წმენდა და შიდა კლანური დაპირისპირება. ამას არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან და ვინმემ არ დაიჯეროს, რომ აქ კორუფციას ებრძვიან ან კორუფცია აღმოიფრება, იმიტომ რომ ჯგუფები, რომლებიც ასე ვთქვათ, ამ წუთას არიან კორუფციაში ბრალდებულები და ამის გამო ციხეში მიდის ვიღაც თანამდებობის პირები, რომლებიც მათ შორის თქვენ ჩამოთვალეთ და ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან ამ ყველაფერს და თითქოს და ეს ოხანაშვილი თუ კობახიძე თუ დინარაძის ჯგუფი, რომლებიც თითქოს წმენდნენ კორუფციისგან სამთავრობო ვერტიკალს, ისინი თავად არიან ამ კორუფციის ნაწილი და ისინი არიან ერთი დიდი სისტემის ნაწილი, რომელიც არის მასობრივად კორუმპირებული. ამ შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი თავად ივანიშვილის ფაქტორი, სადაც ჩვენ კარგად ვიცით და ბევრი ინდიკატორი გვაქვს იმისა, რომ ეს კაცი არის პარანოიდ შეპყრობილი, მას გონია, რომ რაღაცა ფულს პარავენ მისი ჩინოვნიკები და გავლენის აგენტები, ასე ვთქვათ, მთავრობაში და მასობრივად დაერია მოკლედ ამ ხალხს და კარგად ვიცით დაახლოებით, ასე ვთქვათ, რა თანხების მოტანას თხოვს, ზოგს ამას პროკურატურა ედავება ოფიციალურად, ზოგს კიდე არაოფიციალურ წყაროებით ვიცით, რომ რა თანხების მოტანას ცდილობენ უკან. ჩვენ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს კრიზისი რაც ოცნებაში ამ წუთას მიმდინარეობს, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ხოლგით არის შეფუთული, რეალურად მოიტანა იმან, რომ უკვე დიდი ხანია, 9 თვეზე მეტია, გაუტეხელი პროტესტი მიმდინარეობს საზოგადოებაში, ხო? პოლიტპატიმრებიდან დაწყებული, პოლიტიკოსებით გაგზელებული, რომლებიც ციხეში ჩასხდნენ, ხო, რავის ნიკამელიდან დაწყებული, ზურა ჯაფარიც გაგზელებული და ნებისმიერი სხვათი და ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოპროტესტი ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იკრიბებიან და ვიკრიბებით, ხო, მეც აქტიურად დავდივარ, აი ამ ყველაფრის შედეგი არის ეს სინამდვილეში. ამან მიიყვანა აქამდე ოცნება, ამან მიიყვანა ოცნება ამ გაურღვეველ იზოლაციამდე საგარეო ფრონტზე, ამან მიიყვანა ოცნება აი ამ შიდა დაპირისპირებამდე, რომელსაც ახლა ვხედავთ. ფული გაუთავდა ქართულ ოცნებას და იმიტომ ხდება ის, რაც ახლა ხდებაო თქვენც იზიარებთ. უფრო იცით რა, სახელმწიფო შტოებში შეიქმნა ფულის დეფიციტი. ხადი არის რომ კრიზისი აქვს, იმიტომ რომ თელი ეს დასავლური დახმარებები, რაც მნიშვნელოვანი გავლენის იყო, ასე ვთქვათ, ქართულ ეკონომიკაზე შეჩერდა იმის წყალობით, რომ ქართულმა ოცნებამ მტრად გამოაცხადა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და დამეგობრდა რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან და რა თქმა უნდა გარკვეული დეფიციტი არსებობს, თუმცა მე უფრო მგონია რომ პერსონალური ივანიშვილის ფაქტორი არის, რაღაცა მან დაიწყო ეჭვიანობა, რაღაც გადაწყვიტა რომ ის უფრო მეტად იჩაგრება ამ სანქციებით, რომელშიც მოქცეულია მთელი სამთავრობო ისტაბლიშმენტი, ასე ვთქვათ და ეს არის მთავარი ფაქტორი. მე ეს პერსონალურად ივანიშვილს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილისთვის კორუფცია არ არის დანაშაული, მისთვის დანაშაულია თუ შენთვის წაიღებ მეც და მას ნაკლებს მიუტანო, ეს არის რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიცია. ასე არის ამ ბოლოს რაღაცნაირი გადაცემა მაქვს ფათაშორის ივანიშვილის ვერ ინტერვიუებს უსმენ ხოლმე 1, 2, 6, 7 წლის წინანდელებს და კარგად ჩანს აქ ამ კაცის ბუნება, მათ შორის წლების წინ ის ლაპარაკობდა ერთ-ერთ ბიზნესმენ ოქუაშვილზე, რომ თითქოს მან ბიუჯეტში ფული არ გადაიხადა და იქ იყო მოსაზრება, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, რომ მან დაიბარა ეს და თითით უჩვენა, რომ რაღაც 4 მილიონი უნდა მოიტანო, ეს ისტორია გვახსოვს და აქ კაცი ეს კაცი ივანიშვილი საუბრობს, რომ ის არ იხდიდა ბიუჯეტში თანხას. ოღონდ თუ მოусმენთ ამ წინადადებას სრულად და კარგად კონტექსტს გავიაზრებთ, ის სინამდვილეში ამბობს, რომ მე ის ფულს არ მიხდიდა. მოსატანი ქონდა ფული და არ მოქონდა. ეს არის მთელი კონცეფცია ამ კაცის და როგორც ჩანს, ეხლა განაწყენებულია, ხო, ვიღაცებს ზოგს არენდობა, თქვა პოლიტიკური მიზეზები და გამო, მაგალითად ლილუაშვილს, ხო, რომელსაც თქვა გაიქცა ბაჩიაშვილი ამ მსგავსი მიზეზებით და გადაწყვიტა, რომ ეხლა ეს ფული უნდა სახელდება როგორც პოტენციური სამიზნე ამ პროცესის ირაკლი ღარიბაშვილის პროცესის, რაც ახლა მიმდინარეობს და რადგან მისი სახელი და გვარი ვახსენეთ, კიდევ ერთ კითხვას დაგისვათ ქართულ ოცნებაში გაკეთდა გუშინ განცხადება, რომ კორუფცია უნდა იქნას განხილული როგორც ქვეყნის ღალატი, რაც შეეხება კითხვას მიზანია თუ არა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილზე გასვლა, მაგალითად აი გიავოვსკიმ ასე უპასუხა, პირადად მე გამოვრიცხავ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი შეიძლება რაიმე ცუდ
საქმეში იყოს ჩართული, თუმცა ჩემი გამორიცხვა არ ნიშნავს, რომ გამოძიება ამ კითხვით უნდა გაჩერდეს. აი, ეს პასუხი რას გეუბნებათ, გამორიცხავენ ღარიბაშვილის კორუფციულ დანაშაულებში მონაწილეობას და ჩართვას თუ მაინც უშვებენ ამის შესაძლებლობას. ესე იგი, არც ვადასტურებ და არც უარყოფ ეს უთქვამს გია ვოლსკს და რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს ქართული თავად გია ვოლსკის კორუფციაში ჩართვასაც ვერ უარყოფ მე მაგალითად და პირიქით დავადასტურებდი კიდეც ბევრი ინფორმაციით და ბევრი მიმართულებით. ქართული ოცნების ყველა წევრი ამ იმაში ჩართული არის, ხო, ამ კორუფციულ სისტემაში. ირაკლი ღარიბაშვილზე უამრავი ინფორმაცია გვაქვს. მაგალითად, რა ვიცი, ერთ-ერთი კომპანია იყო შუპოსტის სერპანტინი, რომელიც იყო მასთან დაახლოებული ზედელაშვილის მფლობელობაში და მისი დედის მფლობელობაში. ამ კომპანიამ მოიგო 300 მილიონი ლარის ტენდერები ბოლო 10 წლის განმავლობაში. ამაზე უამრავი კვლევა იყო ჩატარებული. ანუ თავად ირაკლი ღარიბაშვილი არის ერთ-ერთი მსხვილი აი ამ კორუფციული ფლანგის წარმომადგენელი, ხო? ეს ყოველთვის იცოდნენ. 10 წლის წინ ხვამობდა ბიზნა ივანიშვილი, რომ ეს მისმა ნათესავებმა იმდენი მოიპარეს, რომ გაშვება მომიწევთ თანამდებობიდან და რო დააბრუნა, მოინანიეს ამათმა ესოდები თუ რა პირიქით გაგრძელდა ეს კორუფციული სისტემა, ხო? ანუ რა თქმა უნდა ვერ უარყოფენ ვერავის კორუფციაში ჩართულობას, მაგრამ ჩვენ მათ უნდა დავინახოთ, მანდ უნდა დავინახოთ დამოკიდებულება მათი ყოფილი წევრების, მათი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ, ხო? როგორ გაისუსებიან ხოლმე, როგორ გაწირავენ მაშინ, როდესაც რაღაცა ბატონს სხვანაირად მოესურვება, ხო? მაშინ როცა რიჟვაძე თქვათ იყო რაღაც დროს მათი ამომავალი ვარსკვლავი და სუპერსტარი აჭარის რეგიონში, როცა ამ კაცმა ფილმში გაისროლა თუ ესროლეს თუ რაც მოხდა, ერთი პოსტიც ვერ დაწერეს, ხო, რაღაც მოსაკითხიან, სანუგეშებელი. ირაკლი ღარიბაშვილი მათი ორგზის პრემიერი, თითქოს მათი ძალიან სათაყვანებელი ფიგურა და ახალ დაჭერას უპირებენ და არც უარყოფენ ამ ყველაფერს, რომ ამ შიდა კლანურ დაპირისპირებაში ირაკლი ღარიბაშვილის ასე თქვათ თავი დაგორდება პოლიტიკურად, ხო? იგივე არის მაგალითად, რა ვიცი, გახარია გავიხსენოთ, სუპერძალოვანი მინისტრი იყო და რაღაცა ფეხქვე შეგებოდნენ და ახლა საერთოდ ვერ ჩამოდის ეს კაცი ქვეყანაში. ხო, ეს არის მათი დამოკიდებულება გუნდის წევრების მიმართ და მე არ გამორიცხავ, ხო, გია ვოსკიზე თქვას იგივე, მაგალითად, მამუკა მდინარაძემ და მე მამუკა მდინარაძე თქვას იგივე, ლევან მახაშვილმა, ხო, ეს რაღაც ახალი ვარსკვლავი ყავთ. ეს არის რაღაც აი ამ სისტემის, ბინძური სისტემის გამოვლინება, ხო, სადაც არ არსებობს ნდობა, არ არსებობს პატივისცემა და არც სიტყვას ფასი არ აქვს. აი ეს არის ვოსკის განცხადების მთელი შედეგი. დრო მინდა სწორად გავანაწილოთ, ამიტომ სხვა აქტუალურ საკითხებსაც შევეხოთ და ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, რა ესე ვთქვათ პოლიტიკური პროცესები შეიძლება ვნახოთ არა ქართულ ოცნებაში, არამედ ოპოზიციურ სპექტრში და ამ კითხვას რატომ გისვავთ? აი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიიღო ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სუსი აპირებს ნაციონალური მოძრაობის განსაკუთრებით ლევან ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში. რა საფუძველი შეიძლება თქვენი აზრით ჰქონდეს პროცესების ასეთ განვითარებას? ხაბეიშვილი ის პოლიტიკოსია, რომელიც საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს, მათ შორის ამბობს, რომ აი 4 ოქტომბერს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, ხალხი უნდა გავიდეს ქუჩებში და არ დაიშალოს იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება შვიდობიანად არ დაემხობა, თუმცა მაინც ხო აი ამ ტიპის განცხადებები და პოზიციონირება, რასაც ხედავთ და ვისმენთ ლევან ხაბეიშვილის მხრიდან, რამდენად შეიძლება საფუძვლად დაედოს მის მიმართ აი ისეთ მძიმე ბრალდებას, რაზეც საუბრობს მიხეილ სააკაშვილი. კი ბატონო, ჩვენ უამრავჯერ გინახავს ქართული ოცნების მიერ ამ ეგრეთ წოდებული გადატრიალების საქმის გამოძიებების დაწყება, ხან საბურავების საქმე ერქვა ამას, ხან რაღაცა სხვა მიზეზებს იგონებდნენ. არასდროს ეს არ დადასტურებულა, არასდროს ამ ქვეყანაში ასე ვთქვათ, ოპოზიციას თუ კრიტიკულ ჯგუფებს არაფერი მსგავსი არც დაუგეგმავთ, არც განუხორციელებიათ და არც დაუჭერიათ ამისთვის არასდროს არავინ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს, იმიტომ რომ ეს არის უბრალოდ პროპაგანდის ნაწილი. ტყუილი არის და არ არსებობს მსგავსი რაღაც ბუნებაში და მით უმეტეს არ არსებობს მსგავსი რაღაც დღეს. ეხლა განცხადებებს რაც შეეხება გარკვეული პოლიტიკოსების, ეს არის მათი გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. მე ასე ვთქვათ, მათ შორის 4 ოქტომბრის თარიღთან დაკავშირებით არ ვიზიარებ იმას, რომ რაღაცა 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე არის. პირიქით, 4 ოქტომბერი არის, ასე ვთქვათ, უმნიშვნელო დღე იმ გაგებით, რომ ამ დღეს ქართული ოცნება აპირებს რაღაც ცირკის ჩატარებას, ადგილობრივ არჩევნებად წოდებულ ცირკის ჩატარებას, რომელშიც კარგად იცით, რომ ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის და კიდე ასე ვთქვათ, ჩვენს გარდა 7 პარტია და კოალიცია არ აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას და გვაქვს გაცხადებული, რომ არ თანამშრომლობის კამპანია და ჩვენი სტრატეგია, ასე სამწუხაროდ არ უერთდება პარტია ლელო და პარტია გახარია, რაც და ისინი დიდ შეცდომას უშვებენ ამ ყველაფერს, რაღაცნაირად ნორმალიზაციას ცდილობენ ამ სისტემის. ჩვენ ეს არის ჩვენი გზა, ეს არის ჩვენი აზრით, ასე ვთქვათ, ის პროცესი, რომელშიც უნდა ვიყოთ ოპოზიციური პარტიები, კრიტიკული ჯგუფები შემდეგი პერიოდის განმავლობაში, ეს არ თანამშრომლობა არის. რამდენად ძვირად შეიძლება დაუჯდეს ოპოზიციის ამ ნაწილს ეს ბოიკოტი და აი პერსონალურად ისევ ლევან ხაბეიშვილს რომ დაუბრუნდეთ, გააქვთ განცდა რომ აი ყულფი ვიწროვდება უშუალოდ პერსონალურად მასთან. ხო, წეგან ვიცით რომ დაიჭირეს მისი გარემოსთვის წევრი. სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტო
პრეზიდენტომ გამართა დღეს ბრიფინგი და ითქვა, რომ თაღლითობის ბრალდებით არის დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი და საქმე ეხება უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქესთან კავშირს იმისთვის, რომ ბინადრობის ნებართვა მიეღო მას საქართველოში, თუმცა არ ვიცი ხა ამ პოლიტიკურ პერიპეტიებთან რამდენად შეიძლება იყოს დაკავშირებული ეს ფაქტი, რომელიც ახლა ვახსენეთ. პოლიტიკური ლიდერები, ხო რა ვიცი, ნიკა მელია, სურაჯ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, კიდე ამათ გადა 5-6 პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში. 60-მდე პოლიტიკური პატიმარი ყავს, მათ შორის აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის წევრები, ხო? სულაც არ იქნება გასაკვირი ჩვენთვის, თუ ამას კიდე დაემატება სხვა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ლიდერები, მათ შორის, რა ვიცი, ხაბეიშვილი თუ მისი გარემოცვის ნაწილი. მე ხა ვერ ვივარაუდებ რის გამო შეიძლება ეს მოხდეს. აქამდე ყოველთვის აბსურდული მიზეზები წავიდა პოლიტიკოსები ციხეში და ვიცით რა აბსურდის გამო მართ რაღაც წოლუკიანის კანტორაში გამოუცხადებლობის გამო გაუშვეს პოლიტიკოსები ციხეში. არ ვიცი მე ხაბეიშვილთან მიმართებაში რა იქნება, ის აკეთებს საკმაოდ ხმაურიან განცხადებებს. რომლის ასე თქვა, სანდოობის თუ არასანდოობის ამბავს მე ვერ დავადასტურებ, მე რა ვიცი, ის წყარო არ მაქვს, რასაც ის ეყრდნობა. თუმცა ის რომ ეხა ქართული ოცნებისთვის ოპოზიციური პოლიტიკოსების განეიტრალება არის ერთ-ერთი ამოცანა, ეს გასაკვირი არის. ჩვენ ვნახავთ რას მოუძებდნენ, ეხა რა ბრალდებითაც დაიჭირეს ეს ვიღაც პერსონა ხაბეიშვილის გარემოცვიდან, ეს რაღაცა ხო, არ ვიცი, თუ ესე თაღლითობა ქონდა თქვა ადგილი, ნამდვილად პრობლემა არის, თუმცა ესეც რაღაც პოლიტიკური ამბავი და სახელმწიფო გადატრიალება ეს არ არის, ხო? რაღაცა ტიპის თაღლითობა არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი მსგავსი თაღლითობით სავსეა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, მთელი სისტემა და მთელი ვერტიკალი და ხო, მაგას ვნახავთ რას იზამენ ამ ხაბეიშვილთან მიმართებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თავარი რაც ჩვენ უნდა გავაგზავნოთ და ვაკეთოთ ოპოზიციამ, ეს არის რეჟიმისთვის, აი ამ კრიზისის გაღრმავება, რაშიც ის მოექცა. აი კრიზისის გაღრმავების კონტექსტში დაგისვათ სწორედ კიდევ ერთ კითხვას, მაგალითად იმის თაობაზე, როგორ უნდა ჩაიაროს პირადად თქვენი აზრით 4 ოქტომბრის დღემ, როცა ქართული ოცნება აპირებს, რომ ქვეყანაში ჩაატაროს თვითმმართველობის არჩევნები. კიდევ ერთხელ ვახსენეთ და ისევ მინდა გავიმეორო ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, რომ მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში და არ დაიშალონ იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება მშვიდობიანად არ დაემხობა. აი თქვენი კოალიცია რამდენად ემხრობა პროცესების ასეთ განვითარებას და რა შეიძლება საქართველოს მოუტანოს პროცესების ასეთმა განვითარებამ, ესეც მინდა გითხოთ, ანუ როცა ხელისუფლება იცვლება არა არჩევნების გზით, არამედ ქუჩის პროცესებით. კი ბატონო, ჯერ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია მე მგონი გარე, მე მგონი უფრო ხაბეიშვილი ამაზე აქტიურად აპელირებს, თუმცა ეს არ არის პარტიული გადაწყვეტილება, რომ 4 ოქტომბერს თქვა, თქვა იგივე ნაციონალური მოძრაობა მობილიზაციას აკეთებს. ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ვიცით, რომ სხვა განსხვავებული აზრები არსებობს. ჩვენი კოალიცია ცვლილებისთვის, ჩვენი ასე ვთქვათ პოზიცია, სხვა 8 პარტიასთან ერთად თუ არ ჩავთვლით აი ამ გამონაკლისს ვთქვათ ხაბეიშვილის სახით, არის ის, რომ რაიმე 4 ოქტომბერზე რაიმე კონკრეტული ასე ვთქვათ სწორება ჩვენ არ უნდა ავიღოთ. 4 ოქტომბერს მიზანი რა არის, რომ ქართული ოცნება დარჩეს მარტო თავის თავთან და დარჩეს მარტო, რა ვიცი, ამ შემთხვევაში მის თუნდაც სისტემურ თუ სიტუაციურ პარტნიორებთან სამწუხარო არის რომ ამის თქმა მიწეს, მაგრამ რა ვიცი, პარტია ლელოს პარტია გახარიეს, რომელიც აპირებს ამ არჩევნებში შესვლას, სამწუხაროდ მათი სიტუაციური მოთანამშრომლები არიან ქართული ოცნების და ვინაიდან მათ არ აიღეს ხელი ამ გადაწყვეტილებაზე და მიდიან წინააღმდეგ ყველასი და ყველაფრის თავისი ამომრჩევლების ჩათვლით, ხო ვიცით რომ იგივე ლელოს ამომრჩევლების ნახევარზე მეტი არ ემხრობა ამ არჩევნებში შესვლას ამ დროის მდგომარეობით, ჩვენი მიზანი არის რომ ისინი დარჩნენ მარტო ერთმანეთთან, ну რა ვიცი, ქართული ოცნება და ეს თქვათ მისი სატელიტი თუ პროქსი სატელიტი პარტიები და რაიმე ერთ დღის აღება 4 ოქტომბერს რამე მოხდება, ან 3 ოქტომბერს, ან 7 ოქტომბერს, ჩვენ არ გონია სწორი. ჩვენი მიზანი არის რომ გაფართოვდეს საპროტესტო პროცესი. ჩვენ ახლა ვარ შორის ვარეგისტრირებთ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ რაღაცნაირად ყველგან ყავდეს წარმომადგენელი იმ იდეის, რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებასთან არ უნდა ვითანამშრომლოთ და მათ ეს კრიზისი უნდა გაუღრმავოთ და არ ვცნოთ ის არჩევნები, რასაც აპირებს რომ ჩაატაროს ქართული ოცნებამ. რაც შეეხება ის, რომ რას მოუტანს ქვეყანას, ან ქვეყანას უკვე უდიდესი პრობლემები აქვს მოტანილი ქართული ოცნების მმართველობის კუთხით, ხო? და ყოველ დღე ნიშნავს, ასე ვთქვათ, დაკარგულ შესაძლებლობებს, დაკარგულ ეკონომიკას და უფრო მეტ ღარიბ ადამიანს და გაქცეულ ადამიანს აქედან. ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის და არ ყოფილა, რომ რაღაცა ძალადობრივი გზით ვინმე დაემხოს ან რაღაც. ჩვენ კარგად ვიაზრებთ რისკებს რა არის. ჩვენი მიზანი არის, რომ ქართული ოცნება ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობებზე და რა თქმა უნდა ხელისუფლების ცვლილება თუ ამ ქვეყანაში უნდა მოხდეს არჩევნები. ოღონდ არა იმ ცირკით რაც 4 ოქტომბერს ტარდება და რაშიც პარტია ლელო აპირებს მაგალითად მონაწილეობას მიიღებას. არამედ ლელოს და გახარიას პარტიას რადგან ახსენებთ ვისარგებლებ შემთხვევით და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ბოიკოტის მომხრე ხართ და ცნობილია ხა თქვენი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ არჩევნებთან მიმართებაში, მაინც დაგისვათ კითხვას ინფორმაციაზე, რომლის შესახებაც გუშინ წერდა მედია და რომელიც გულისხმობს იმას, რომ თბილისში ლელოს და გახარიას პარტიის მერობის
ერთიანი კანდიდატი შესაძლოა იყოს ალეკო ელისაშვილი. აი მიუხედავად ყველაფრისა, რას ფიქრობთ პერსონალურად თქვენ ალეკო ელისაშვილზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ ორი პარტიის გაცხადებული ინტერესია, რომ თბილისი გამოგლიჯოს ქართულ ოცნებას. შეუძლებელია ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანიც რო იყოს მერობის სავარაუდო კანდიდატი, ხო? ეგ არაფერს არ შეცვლის, იმიტომ რომ ამ სისტემაში, ამ მოცემულობაში ჩვენი ღრმარწმენით შეუძლებელი არის აი ამ არჩევნების და აი ამ საარჩევნო პროცედურის გზით რაიმე ცვლილების დადგომა. მაშინ როცა პოლიტიკური დათმობები არ მომხდარა ქართული ოცნების მხრიდან, მაშინ როცა გაუარესდა სიტუაცია, მაშინ როცა არ არის ხალხში ნდობა აი ამ პროცესის და მათ შორის პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილის მიმართ. ხო, შეუძლებელი არის ამ სისტემაში, რომ რაღაცა ტიპის გარდატეხა მოხდეს არჩევნების გზით. იქამდე სანამ ოცნება არ დათმობს იმას, რასაც ითხოვს ქართული ხალხი მათგან და მათ შორის პოლიტიკური პარტიები და დასავლეთი მათ შორის, ხო? ალეკო ელისაშვილი თუ იქნება ეს არაფერს არ შესრულს. ჩემთვის სამწუხაროდ დასტური იქნება იმისა, რომ იგივე ალეკო ელისაშვილი და ეს პარტიები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, ესენი იქნებიან, ასე ვთქვათ, არათანმიმდევრულები ყოველდღე იმ ნაბიჯში, რომელიც მათ აირჩიეს და რაც მათ პოლიტიკაში ყოფნას უკავშირდება, ისინი ჩემთვის დასტური იქნება ის, რომ მათ ისინი ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს და ფიქრობენ მესამეს, მათ შორის რაც მოხდა იგივე პარტია ლელოში, ხო, მთავარმა სპიკერებმა, ასე ვთქვათ, მთავარმა წევრებმა პარტიისა დატოვა ეს პარტია, ხო, საბაბუაძე, ანასლიშვილი, დიამეტრეველი, ბევრი შეგვიძლია გავიხსენოთ, ანუ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და ეხლა ის რომ ამ პირობებში, როცა იშლება ერთი პარტია და კოალიცია, როცა გახარი საერთოდ ვერ ჩამოდის ქვეყანაში და გაუგებარია, ასე ვთქვათ, რა კამპანიის ჩატარებას აპირებენ, ზუმით უნდა ჩაატაროს კამპანია თუ როგორ, მე ვერ ხვდები მაგ ყველაფერს. კომიკური არის ეს ყველაფერი და ის რომ რაიმე შედეგი დადგება, მაგის რწმენა ჩვენ არ გვაქვს. თქვენ როგორ ხართ თქვენს კოალიციაში დაპატიმრებული ლიდერების ფონზე, ესეც გითხარით და უკვე ამით დაგემშვიდობებით, თქვენ ზუმით ვერ გექნებათ პატიმრობაში. ზუმით ვერ გექნება. თან კომუნიკაცია შესაბამისად როგორ ეკონტაქტებით და რამდენად, არ ვიცი, რამდენად მუშაობს კოალიცია, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ციხეში იმყოფებიან, მაინც მათი რეკომენდაციების შეხედულებების, ხედვების და ესე ვთქვათ, მათი ლიდერობის გათვალისწინებით. კი, მაქსიმალურად ხშირი კომუნიკაცია გვაქვს ადვოკატების მეშვეობით უპირველესად, რომლებიც ყოველდღიურად შედიან მათთან შაბათ-კვირის გარდა და ეს მიმოცვლა, ასე ვთქვათ, ინფორმაციის და მოსაზრებების არის ძალიან აქტიური. რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, სრულ თანხმედრაში არის ციხეში მყოფი და გარეთ მყოფი პარტიის წევრების პოზიციები ერთმანეთთან და მუშაობთ აქტიურად. ხელმძღვანელობთ მათი ინსტრუქციებით, ანუ ამის კითხვა მინდა თუ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, არ ასე ვთქვათ, დამოუკიდებლად ნაწილობრივ დამოუკიდებლად, იმიტომ რომ გასაგებია რა ვთქვათ, ყველაფერზე გადაწყვეტილება ციხიდან რაღაც მომენტალურად ვერ მიიღებენ ლიდერები, ნაწილობრივ დამოუკიდებლად, ნაწილობრივ შეთანხმებით, ისევე როგორც ეს იყო დაპატიმრებადი. არანაირი პრობლემა ჩვენ მაქვე არ გვაქვს. მათ შორის არის გუშინაც კი მქონდა შეხვედრები, მაგალითად ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობასთან სამცხე ჯავახეთში გვაქვს დღესაც შეხვედრა 8 პარტიის ფორმატში აქტივისტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან. მაქსიმალურს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია და მე არ მგონია რომ ასე ვთქვათ, კი, იმათ ციხეში ყოფნა პრობლემა არის, მაგრამ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და არა რაღაცა ერთბელაძიან ბელადებზე ჩამოკიდებული ორგანიზაცია. ამიტომ ფუნქციონირებს ისე როგორც უნდა ფუნქციონირდეს პოლიტიკური პარტია. ჩვენი მიზანი არის გაცხადებული რომ გაფართოვდეს პროტესტი, ქართული ოცნება დარჩეს მარტო ადგილობრივ არჩევნებში და ვერ შედგეს ასე ვთქვათ ეს ფარსი და ციკლი ასაც აპირებს და ჩვენი მიზანი არის რომ მივახციოთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი წესებით და პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას. მადლობა დავით იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და გვესტუმრეთ.